ტოპ 3 შეცდომა, რომელსაც მომხმარებელი უშვებს, როცა ეძებს ბინას საინვესტიციო ბათუმში. შეცდომა ნომერ 1. ბათუმში უკვე არის ის ლოკაციები, რომელიც არის საკმაოდ პოპულარული, მაგრამ მათი პრობლემა არის მაგი, რომ იქა ახალი მშენებლობა უკვე არ იწყება და რაც იწყება, თავიდანვე არის საკმაოდ მაღალი ფასები. მაგიტომ ჩვენი კომპანიის ანალიტიკების და ჩემი პირადი რჩევა იქნება მაგი, რომ დააკვირდეთ, რა მხარეს იზრდება ქალაქი. ბათუმის შემთხვევაში ეს არის ახალი ბულვარის მხარე. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ MR ჯგუფი აპირებს იქა აშენებას საკმაოდ დიდი კომპლექსის. ხოდა რა თქმა უნდა, ამ კომპლექსის მშენებლობა მოიწვევს ფასების გაზრდას, იმიტომ რომ თავიდანვე MR-ი შევა საკმაოდ უკვე დიდი ფასებით, მაგრამ ფრისეილზე ხელმისაწვდომი. აქედან ჩვენ ვაკეთებთ ეგეთ დასკვნას, რომ რახან MR-ი აწევს საშუალო ბაზრის ფასს, ის მშენებლობები, რომელიც უკვე დაწყებული არის მაგის ირგვლივ, ან აპირებს იქა დაწყებას, მაგ ფასიც დაეწევა თავის დროზე MR-ის ფასს. მაგიტომ ჩვენ გირჩევთ, რომ ყოველთვის დააკვირდეთ ამ ტენდენციებს. და თუ თქვენ არა გაქვთ დრო, რომ გააკეთოთ ანალიზი ბაზრის, მოგმართეთ ჩვენ და ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენ არ შეცდეთ თქვენ არჩევანში. შეცდომა მეორე. როცა თქვენ ირჩევთ ეგეთ შენებარე კომპლექსს, სადაც არ არის კომპანია, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილება მართვაში, თქვენ ვერ გამოიმუშავებთ მაგ თანხას, რომელიც არის თავიდან დაპირებული დეველოპერით. მაგიტომ ჩვენ გირჩევთ ყოველთვის ამოირჩიოთ ის მშენებლობა, სადაც უკვე არის შესული ან აპირებს შესვლას საერთაშორისო მართვის გუნდი, რომელსაც აქვს გამოცდილება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მაშინ თქვენ მიიღებთ თქვენ გარანტირებულ შემოსავალს. თუ დაგაინტერესდათ ეგ თემა, გადმოდით ჩვენ პროფილში და უყურეთ გაგზავნებას.